მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოდით დღეს მოვამზადოთ უგემრიელესი ჭვიშტარი და ლობიო ჩემებური ვარიაციით, ისე როგორც მე ვამზადებ. ორივე გამოდის ძალიან გემრიელი. ყოველთვის ოჯახში ესეთ ლობიოს ვამზადებ და თუ გაინტერესებთ როგორ ვაკეთებ, გამოვყევით. ლობიოს აუცილებლად სანამ მოვხარშავ წინა ღამით ვალბობ. დილას კარგად გავრეცხავ, ვასხავ სუფთა წყალს და ვადგავ მოსახარშად. აუცილებლად ლობიოს ხარშავ დაფნასთან და ქონდართან ერთად. ესევე მასწავლეს დაუმატეო ცოტა ოდენი ზეთი და უფრო კარგად მოიხარშებაო. ეხლა დავასხავ ზეთს. ნახოთ როგორი გამოვა. ლობიოს თავიდან დგავ ძალიან დიდ ცეცხლზე, რო წამოდუხდება, მერე უწევ ცეცხლს და ვხარშავ ძალიან დაბალ ცეცხლზე. ერთ წყალში ვხარშავ ყოველთვის ლობიოს. იმდენად დაბალ ცეცხლზე ვადუღებ. ეხლა დავჭრა ხახვი, ჩვენი ლობიო მოიხარშა. მე ვაკეთებ ზეთიან ლობიოს. ხახვჭრი წვრილად არ მიყვარს ლობიოში დიდად რო ცურავს. მე მოქვს 3 ცალი ხახვი. ეხლა კარგად გავაცხელე ტაფა, გადამაქვს ზეთი და გადავიტან ჩვენ ხახვს. ზეს ცოტა ბლომოთ ვშვები, ლობიოს უხდება. ეხლა გადავიტან ხახვს და კარგად მოვშუშავ. ხახვი უნდა იყოს გამჭვირვალე. სანამ ჩვენი ხახვი მოიშუშება, მოდით ამოვზილოთ ლობიო. დაფნას ამოვიღებ და კარგად ჩავზილავ. თქვენ თუ გინდათ კარგად არ ჩაზილოთ, როგორც თქვენ გინდათ ცოტა კაკლები დატოვოთ, მე მიყვარს კარგი ამოზრდილი ლობიო. და ეხლა ესე კარგად ამოვზილავ. ქონდარში მოხარშულ ლობიოს საოცარი სუნი აქვს. ამასობაში ხახვის ამორევაც არ გვავიწყდება, რო არ დაგვეწვას. აი ესე მოიშუშა ჩემი ხახვი და ეხლა დავამატებ სუნელებს. მე აქ მაქვს ქინძი, ასევე ხმელი სუნელი, უცხო სუნელი, ცოტა ძირა და ცოტა ქონდარი. ძალიან უხდება ასევე ომბალოც, მაგრამ სამწუხაროდ მე არა მაქვს. სუნელებს გადავიტან ხახვთან ერთად, რომ ყველაფერმა კარგად გამოუშვას თავისი არომატები. და კარგად მოვშუშავ ხახვთან ერთად ყველაფერს. ეხლა დავამატებ ამ ეტაპზე ტომატ პასტას. თქვენ ასევე შეგიძლიათ დავამატოთ პომიდორის საწებელი, ან პომიდორი. მე კიდე ტომატს დავამატებ და კარგად მოვბრაწავ ტომატსაც. გამუდმებით ვურევ, რომ ტომატმა არ მიიკრეს და არ დაიწვას. ტომატი უკვე რო კარგ სუნს გამოუშვებს, სასიამოვნოს, ჩვენი მასა მზად არის და გადავიტან ლობიოში. აი ესე კარგად შეურიოთ ყველაფერი ერთმანეთში. საოცარი სუნები ტრიალებს ჩემ სამზარეულოში. ჩვენი მასა მზად არის და გადავიტან ახლა ლობიოში. ყველაფერს კარგად აურევ და წამოვადუღებ. თუ ლობიო გამოვა ცოტა სქელი, შეგიძლიათ დავუმატოთ ადუღებული წყალი. ეხლა მოვამზადოთ ჭვიშტარი. ამისთვის დაგჭირდება მჭადის ქვილი, მე მოქვს 4.5 კილომდე. აუცილებლად უშვები ცოტა სოდა, აი სოდა უნდა უქნათ ძალიან ცოტა, კოვზის წვერით, აი სუსუ ცოტა. ასევე უზავ ყველს, მე მოქვს აქ სულგუნი და იმერული. ასევე დავამატებ შაქარს, აუცილებელი რომ კარგად დაიბრაწოს ჩვენი ჭვიშტარი. და ასევე უზავ მარილს, რადგან ჩემი ყველი უმარილო იყო, ორივე ყველი უმარილო იყო. თუ
თუ ძალიან მარილიანი ყოლი გაქვთ, მარილი შეგიძლიათ საერთოდ არ უქნათ. და ვამატებ 2 სუფრისკოს არაჟანს. დამიჯერეთ არაჟანი აძლევს საოცარ კონსისტენციას. ძალიან ფუმფულა და ქუნქულა ჭვიშტარი გამოგივათ. ამ მასას ყველაფერს ახლა კარგად გავაერთიანებ. და მერე დავიწყებ უკვე მოზელას. აი ესე კარგად უნდა გავაერთიანოთ ყველაფერი. მე ჭვიშტარში კვერცხს არ უშვები, კვერცხით ნამდვილად არ მომწონს. და ახლა დავიწყოთ წყალის დამატება. წყალი მაქვს ოთახის ტემპერატურის და ვამატებ ნელ-ნელა. ცომს ვილავ სადღაც 5 წუთამდე. უხდება ამ ცომს დიდი ხანი მოზელა. მჭადსაც ესე ვზილავ ყოველთვის. აი ესე კარგად მოვზელე ხა. და ეტაპობრივად ვამატებ წყალს. თავარია რომ ძალიან არ გაგვითხრდეს. ბოლოს განახებთ როგორი კონსისტენციის უნდა იყოს ცომი. აუცილებელია რომ სადღაც 3-დან 5 წუთამდე ვზილოთ. აი ნახეთ, მოვზილე ჩვენი ცომი. ნახეთ როგორი კონსისტენცია, არ ძალიან სქელია, არ ძალიან თხელია. მაგრამ ძალიან სასიამოვნო ცომია. ადვილია მასთან მუშაობა. ეხლა ტაფაზე დავასხათ ზეთი, კარგად გავაცხელოთ და გადავიტანოთ ჩვენი ჭვიშტარი. თქვენ შეგიძლიათ ჭვიშტარს როცა მიცემთ ფორმას, ჩადოთ სულგუნის ნაჭრები შიგნით. უბრალოდ მე ლობიოსთან ერთად მინდა და სულგუნს აღარ ვამატებ. უფრო წელვათი გამოვა ყველი შიგნით. ესეთი პატარა ფორმის ჭვიშტარებს ვაკეთებ. და შევწავ ორივე მხრიდან ტაფაზე. ნახეთ, როგორ შიშხინებს. ძალიან ბევრ ზეთშიც არ ვწვა. აი ესე უკვე გვერდეები რომ მოიბრაწება, გადავატრიალებ. აუცილებელია რომ სოდა ზედმეტი არ მოგივიდეთ. ძალიან ცოტა უნდა. ჩვენი ლობიოც ადუღდა. ეხლა მოვაყაროთ მწვანილები და ნიორი. და გამოვრთოთ. მე ვქენი მხოლოდ ოხრახურში, როგორც ყოველთვის კიდე არ მქონდა. აი ესეთი გამოვიდა ჩვენი ლობიო და ჭვიშტარი. ესეთია ჩვენი ჭვიშტარი. არის ძალიან გემრიელი, ძალიან ფუმფულა. თუ მოგეწონათ ჩემი რეცეპტები, გამოიწერეთ ჩემი არხი და მოვალ შეხვედრამდე.